ტრადიციული ვაქცინები ორგანიზმს კონკრეტული ინფექციის ამოცნობას ასწავლიან, თუმცა ვირუსები სწრაფად მუტირებენ, რის გამოც პრეპარატები მალე ძველდება. სწორედ ამიტომ გრიპის ვაქცინები რეგულარულად განახლება საჭიროებენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კემბრიჯის მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა კორონავირუსის გენეტიკური კოდები გააანალიზებინეს. მიღებული მონაცემებით AI-მ შექმნა ეგრეთ წოდებული სუპერანტიგენი. ეს არის სპეციალური კომპონენტი, რომელიც იმუნურ სისტემას ვირუსების მთელი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლის. იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი მუტირებენ, ან ცხოველიდან ადამიანზე გადავლენ. პროექტი ამჟამად ადრეულ ეტაპზეა. პირველმა ფაზამ, რომელშიც 39 ადამიანი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. მომდევნო ეტაპზე კვლევაში უკვე 200 ადამიანი ჩაერთვება, რათა დადგინდეს, რამდენად ეფექტურად წვრთნის პლატფორმა იმუნიტეტს. მეცნიერებს მასშტაბური გეგმები აქვთ. ისინი უკვე ატარებენ ცდებს ცხოველებზე, უნივერსალური სეზონის გრიპის, ფრინველის გრიპისა და ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. სამეცნიერო წრეებსა და ბრიტანეთის მთავრობაში ამ მიღწევას მედიცინაში თამაშის წესების შემცველად და გარდამტეხ ნახტომად აფასებენ. ექსპერტებისა და მკვლევარების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს აქვთ პოტენციალი წინასწარ განსაზღვრონ იმუნური სისტემის რეაქცია, რაც ახალი მედიკამენტების შექმნას მკვეთრად დააჩქარებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.